აფხაზეთი არამხოლოდ ლამაზი ლანდშაფტებითა და სანახაობებით დააჯილდოვა ბუნებამ. ულამაზესი სანაპირო ზოლის, ტყიანი მთების, კრისტალურად სუფთა ჩანჩქერების, ველური მდინარეების კვალდაკვალ მიწისქვეშა სანახაობებიც იქცევს ყურადღებას. ასეთია ახალიათონის მღვიმე, რომელსაც თავისუფლად შეუძლია კონკურენცია გაუწიოს მსოფლიოში ცნობილ სხვა კარსტულ მღვიმეებსაც კი. ახალიათონი ბზიფის ქედის სამხრეთ მთისწინეთში, ივერიის მთის ჩრდილო კალთაზე მდებარეობს. 1961 წლის გაზაფხულზე გეოგრაფიის ინსტიტუტის ექსპედიციამ ბატონი შალვა კეფიანის მეთაურობით, სადაც შედიოდნენ ზურაბ ტიტილოზოვი, ბორის გერგედავა და ერთ-ერთი უძლიერესი სპელეოლოგი და ალპინისტი ამ დროს არსენ ოქროჯანაშვილი და გივის მირი, ადგილობრივი ცხოვრები აფხაზეთის ახალიათონისა, რომლებიც აი ამ ადგილობრივი მოსახლეობის მითითებით ჩავიდნენ პირველად ამ ახალიათონის მღვიმეში ერთ-ერთი შესასვლელიდან, რომელიც მდებარეობს სვის ნაპირთან საკმაოდ ახლოს, მაგრამ ჩავიდნენ ისინი ძალიან რთულად. და აი ამ 4 კაცმა, ქართველმა სპელეოლოგებმა და პრიუსიმ გივისმირმა აფხაზმა ადგილობრივმა ახალგაზრდა კაცმა, რომელსაც მიაკვლევინა მათ მიუთითა ის შესასვლელი ადგილი. აი მაშინ ჩავიდნენ და 165 მეტრის სიღრმეზე ჩავიდნენ უზარმაზარ დარბაზში, რომელსაც შემდეგ დაერქვა ქართულ სპელეოლოგთა დარბაზი და ეს დარბაზი აგერ არის ახლა სწორედ გამოსახული აი ამ ჩვენს ეკრანზე. ამის შემდეგ დაიწყო ძალიან ინტენსიური კვლევები ახალიათონის მღვიმეზე, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი არის მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში. ახალიათონის მღვიმე მიუხედავად იმისა, რომ 3,5 კილომეტრია დაახლოებით, ესე იგი მისი სიგრძე მოცულობით 1 მილიონი კუბური მეტრის მოცულობა აქვს, რომლითაც ის უნიკალურია ამ ხრივ. ტემპერატურა ტენიანობა წლის განმავლობაში არ იცვლება. მღვიმის ბუნებრივი ჩასასვლელი ფართოპირიანი და შვეულკედლებიანი უბსკრული ზღვის დონიდან 220 მეტრ სიმაღლეზე იხსნება. მღვიმე ჩასახულია ქვედაცარცული ასაკის სქელშრეებიან, ძლიერ ნაპრალოვან კირქვებში და შედგება ვერტიკალური და ჰორიზონტალური მონაკვეთებისგან. მაშინდელმა ხელისუფლებამ უკვე ქართველი აი ამ სპელეოლოგების და გეოგრაფების, რა თქმა უნდა, რჩევითა და თხოვნით გადაწყვიტეს, რომ კეთილმოეწყოთ ეს მღვიმე. და ამ მღვიმის კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო დაახლოებით 1971 წელს. 72 წელს მე და გუგური წიქარიშვილის ერთადერთი სპელეოლოგიის ლაბორატორიის შემქმნელი გეოგრაფიის ინსტიტუტში, როგორც სტუდენტები მონაწილეობდით ამ კვლევებში და ქონდა კლიმატური მიკროკლიმატის კვლევები აი ამ ახალიათონის მღვიმეში. რამდენიმე ადგილას გვედგა სპეციალური სადგურები, კლიმატური სადგურები, რომლებიც იკვლევდნენ ჰაერის ტემპერატურას, სინოტიევეს, აი ჰაერის მოძრაობის სიჩქარეს მღვიმეში სხვადასხვა ადგილას და ყოველ 6 საათში ეს დაკვირვებები ჰქონდა. ну, რა თქმა უნდა, ამ დაკვირვებებმა ძალიან დიდი დრო დაიჭირა და ეს აუცილებელი იყო იმისათვის, რომ გარკვეულიყო თუ რა ადამიანების რა ნაკადის ესე იგი შესვლა შეიძლებოდა იქა და კლიმატური პირობები როგორ შეეგუებოდა ამას და რამე ცვლილებები ხო არ მოხდებოდა. კეთილმოწყობამდე ახალიათონის დარბაზებში მოხვედრა მხოლოდ საწყისი შახტიდან, ეგრეთ წოდებული უძირო ორმოდან იყო შესაძლებელი. შემდგომ დაპროექტებული ტურისტული მარშრუტი კი ახალიათონის ცენტრიდან იწყებოდა. მატარებელს პირველი გაჩერება დარბაზ აფხაზეთის მისადგომთან აქვს. იქიდან კი 1,5 კილომეტრი სიგრძის საფეხმავლო ბილიკი იწყება. 72 წელს უკვე დაწყებული იყო სპეციალური გვირაბის მშენებლობა, რომელიც ახალიათონის დასახლებიდან შევიდოდა ამ მღვიმეში 1 კილომეტრის გვირაბის გაჭრა გახდა საჭირო. და შემდეგ დაიგო ლიანდაგი და მატარებლების მოძრაობა დაიწყო და 1975 წელს მთელი ეს კომპლექსი შევიდა ექსპლუატაციაში. ძალიან წარმატებით და იმის მერე მილიონობით მნახველი ათვალიერებდა აი ამ მღვიმეს და აი ამ უნიკალურ ფორმებს. ამაყობდნენ ამით, რომ ის და მაშინ უკვე ცნობილი იყო მსოფლიოში ახალიათონის მღვიმის შესახებ და არა მარტო მისი, ეს იყო მათი სიამაყე. ზოგიერთი მათგანი ამბობდა, რომ ეს არის აფხაზეთის სავიზიტო ბარათი. აფხაზეთის სავიზიტო ბარათი არის ეს. იმდენად მნიშვნელოვანი იყო. 70-იანი წლების ბოლოში პირველად რომ გაიხსნა
1,100,000 ვიზიტორი შემოვიდა ამ ახალი ათონის ღვიმის დასათვალიერებლად, 1,000,000-ზე მეტი. მე ცოტა დააკლდა, მაგრამ 700-800,000 კაცი შემოდიოდა აქ. ვინც კი დაიძრებოდა და სოჭის მიდამოებიდან წყალტუბოს მიდამოებამდე სადმე თუ ისვენებდა, მათ იქ ჰქონდათ ჩადებული თავიანთ საგზურებში, რომ იქ მოენახულებინათ ეს მიწისქვეშა საოცრება. უძირო ორმოს კვერცხის ფორმა აქვს. მღვიმეში აღსანიშნავია დიდი დარბაზები: აფხაზეთი, ქართველ სპელეოლოგთა დარბაზი, ტაძარი, სოხუმი, თბილისი და სხვა, რომლებიც მდიდრულადაა მორთული სხვადასხვა სიდიდისა და ფორმის სტალაქტიტებით, სტალაგმიტებით, ჰელიქტიტებით, ფარდებით და გაქვავებული ჩანჩქერებით. მღვიმეში არსებული სიფონური ტბებიდან ერთ-ერთის სიღრმე 26 მეტრს აღწევს. ათონის მღვიმე შეისწავლებოდა თითქმის იქამდე, სანამ ჩვენ აფხაზეთი არ დავგარგეთ. ესე იგი, გამოდის, რომ დაახლოებით 30 წლის განმავლობაში იქ ფაქტიურად შეუსწავლელი არაფერი არ დარჩენილა. ყველაფერი, რაც კი შესასწავლი იყო, ყველა ის შესასვლელი, გამოსასვლელი, პატარა ეხები, სხვადასხვა განშროებები, რომელიც იყო, აბსოლუტურად შესწავლილი იყო. ერთ-ერთი პრობლემა, რაც იყო მაშინ უკვე, რომელიც 70-იანი წლების ბოლოს წარმოიშვა, იყო ის, რომ გამოფიტვის შედეგად მიდიოდა მშრალ დარბაზში, ეს დიდი დარბაზი ჰქონდა 80 მეტრიანი სიმაღლის, სადაც ხდებოდა ძალიან ადვილად, ძალიან აქტიურად პროცესორად მიდიოდა გამოფიტვის პროცესი. სადაც ხდებოდა ჩამოცვენა აი ამ დიდი უზარმაზარი ლოდებისა და ფსკერზე ეყარა ეს ლოდები, მე რაც მახსოვს მაშინდელიდან დაწყებული. როგორც ჩვენთვის ცნობილია, 1992-93 წლის მოვლენების შემდეგ რამდენიმე დარბაზს სახელი გადაერქვა. ჩვენთვის უცნობია, როგორია მღვიმის მდგომარეობა დღეს მონაცემებით. ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა აფხაზებთან, ვისთანაც ჩვენ ცხოვრობდით. სახლი ჰქონდა იქ დაქირავებული ექსპედიციას, რო ჩავდიოდით და ძალიან კარგი, ან გივის მირის ოჯახში ვიყავით სწორედ, გაჩერებულები. და საოცარი ხალხი იყო ეს ხანშესულები, რომლებიც ძველი ტრადიციული ურთიერთობის, მასმინძლობით ძალიან კარგი შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. აი ეს ურთიერთობა ძალიან კარგად მახსოვს. აი ეს ისტორია, რომელიც ერთად გაიარა ამ ხალხმა, ეს რა თქმა უნდა მღვიმეები ისტორიულ დრომდე მრავალი მილიონი წლის განმავლობაში ყალიბდებოდა, მაგრამ ეს საკუთრება ალბათ ყველასია. ეს მათ ეკუთვნის. არავის არ შეუძლია ეს არც აფხაზებს და ქართველებს წაართვას. ეთი მათი საკუთრებაა. ისტორიული ნაჩუქარია, მემკვიდრეობაა. ათონის მღვიმის ჯადოსნური და უნიკალური სანახაობა ყოველთვის წარუშელ შთაბეჭდილებას ახდენდა მნახველზე. აფხაზეთის საოცარი მიწისქვეშა სამყარო ჩვენი საერთო ისტორიაა. საამაყო და თბილად გასახსენებელი.